მე ვარ ვაჩე მელაძე 6 წლის. ვსწავლობ მე-20 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ველოსიპედზე სეირნობა და კიდევ ფეხბურთზე სიარული და ცეკვაზე სიარული. ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლა. ერთი წლის რო ვიყავი დავიწყე ხატვა და სულ ხატავდი. მე ვიცი სახლის დახატვა, მანქანის დახატვა, მოტოციკლეტის დახატვა, ველოსიპედის დახატვა, მაცივრის დახატვა. მოკლედ ვიცი ყველაფრის დახატვა. ყველაზე რთულია ნამდვილი სახლის დახატვა. ყველაზე ადვილი არის მოტოციკლეტის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი. არ მიყვარს ლურჯი, იმიტომ რომ ნახატებს არ უხდება. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. უკვე მაქვს 5 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ სახლი გავარამაზო. სხვისთვის მენანება და გაყიდვას არ ვაპირებ. ისე რომ გავყიდოთ, თითო ნახატი ეღირება 40 ლარი. მე ბევრი ფული რომ მქონდეს, დავხარჯავდი მანქანის ყიდვაში. 32 წლის რომ გავხდები, ვიყიდი შოუ BMW-ს. მე მგონია ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. მე ვარ კარგი ბიჭი და მყავს ლამაზი შეყვარებული. ის არის დაბალი, ლამაზთვალებიანი და ჭკვიანი. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 39 წლის. მეყოლება 7 გოგო და 4 ბიჭი. ერთის სახელი უკვე ვიცი ლაზარი. ჩემ ცოლს დავარქმევ მადოს. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ქართული არის მარტივი დასაწერი. კიდე იმიტომ რომ მყავს კარგი კლასელები და მყავს კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნინი რიასამიძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ჩემი მეგობარი გიორგი შანიძე. ყველაზე მშვიდია ნიცა ჯაიანი. ყველაზე ცელქია დემეტრე ბედინაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, კარგი, არანერვის მომშლელი. ძალიან მიყვარს სიკეთების გაკეთება. მაგალითად ერთხელ ბებოს ეზოში მოვარწყევინე ყვავილები. კიდევ ერთი კნუტი ვიპოვე და მოვიყვანე სახლში. ჩემი საყვარელი საგანი არის ხელოვნება. საყვარელი წიგნია დედაენა. ყველაზე უფრო მომწონს ასობგერაჯი, იმიტომ რომ ლამაზად ჩანს. არ მომწონს ასობ, იმიტომ რომ ცუდად გამოიყურება. ჩემი საყვარელი მასწავლებელია მარინა ზოსიძე. ის არის კეთილი და მიწერს ათიანებს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე კოსმონავტი. თუ კოსმონავტი ვერ გამოვალ მეხანძრი. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო ბევრი წლის, იმიტომ რომ ვიქნები ბრძენი კაცი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, 2 და ბებო, ბაბუ, ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 7 ძმა და 10 და. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, ვაჟკაცი, მოკეიფე. კიდევ არის მშრომელი და კიდევ არის დიდი. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია. კიდევ სახლის მოყვარული. კიდევ მზრუნველი, თბილი და მოსიყვარული. ძალიან ვუყვარვარ და სულ მეხუტება. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბლინები. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად შეწვავს კარტოფილს. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ვცეკვავ ლაშქარში. ადრე ვცეკვავდი მართვაში და ახლა გადმოვედი აქ. თავიდან ცოტათი გამიჭირდა ცერებზე აწევა. ადვილი იყო ახალი ილეთის სწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს.
კონცერტი ჯერ არ მქონია და მალე მინდა მქონდეს. ეს კონცერტი მინდა მქონდეს ყირგიზეთში. მე კარგად ვიცი ფრანგული ენა. კიდევ მინდა ვიცოდე გერმანული ენა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავაჩენდი სახლს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს სწრაფად სირბილის სუპერძალა. იმიტომ რომ სკოლაში რომ არ დამაგვიანდეს. კიდევ როცა გავიზრდები უნივერსიტეტშიც რომ არ დამაგვიანდეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება და დედაზე ჩახუტება. კიდევ ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.